მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. როგორც ვიცით, ადამიანის გონება უსაზღვროა და შესაბამისად მისი შესაძლებლობებიც არის განუსაზღვრელი. როდესაც ადამიანი გააცნობიერებს მის ღვთაებრივ ბუნებას და ირწმუნებს საკუთარი არსის სიდიადეს და აიღებს პასუხისმგებლობას როგორც მისი, ასევე მთელი სამყაროს განვითარებაზე, მაშინ იწყება ზებუნებრივი შესაძლებლობების გააქტიურების პროცესი. ეს კი იმ შემთხვევაში ხდება, როცა ჩვენი ცნობიერება მაღლდება და გადადის 5D მდგომარეობაში, ანუ მატერიალურიდან სულიერში. ადამიანი იწყებს ენერგეტიკულ ზემოქმედებას გარემოებებზე და ცვლის სამყაროს ყველა სასიკეთოდ. ზებუნებრივი შესაძლებლობები, ისევე როგორც ადამიანის გონება, არის განუსაზღვრელი, მაგრამ ახლა შევეხები ჩემი აზრით ყველაზე ძირითად 5 მათგანს. ესენი გახლავთ: ტელეპორტაცია, მატერიალიზაცია, ლევიტაცია, ტელეკინესი, ტელეპათია. ახლა ცალ-ცალკე განვიხილოთ ისინი. პირველი, ტელეპორტაცია. ეს არის გადაადგილების უნარი დროსა და სივრცეში. ტელეპორტაცია არ არის ფანტასტიკა. ეს არის უმაღლესი ფოკუსისა და კვანტური ცნობიერების მდგომარეობა. ანუ, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ ვართ ერთ კვანტურ ველში, სადაც დროს და მანძილს არ აქვს მნიშვნელობა. სადაც ადამიანი გაერთიანებულია სივრცე-დროის სტრუქტურასთან და შეუძლია გადაადგილება ენერგეტიკული ინტენტით. ამისთვის აუცილებელია მატერიის მიმართ რწმენის შეცვლა. ყველაფერს, რასაც ვხედავთ, აქვს ენერგიული ბუნება. პრაქტიკულად კი ამას წინ უძღვის მედიტაცია, სხეულის ვიბრაციის ამაღლება და სამყაროსთან ერთობის განცდის განვითარება. პრაქტიკა. დაჯექი 7 ადგილას და დახუჭე თვალები. შეიგრძენი შენი სხეული, არა როგორც მყარი, არამედ როგორც რბილი, ელასტიური ვიბრაცია. წარმოიდგინე, რომ შენ ხარ სინათლის სხივი და შეგიძლია მოძრაობა სივრცეში უსასრულოდ. აირჩიე ადგილი, მაგალითად, ბუნება, მთვარე, მშობლის სახლი, ან სხვა რაც გსურს. დაინახე ყველაფერი დეტალურად, ანუ დაათვალიერე იქაურობა და წარმოიდგინე, როგორ აღმოჩნდი აქ მომენტალურად. შეიგრძენი იქაურობა, ხედავ, გესმის, გრძნობ, დარჩი ამ მდგომარეობაში რამდენიმე წუთით. ეს ავითარებს სივრცის განცდასა და ცნობიერებად გადაადგილების უნარს. მეორე, მატერიალიზაცია. ეს არის შესაძლებლობა შექმნა ნივთი ან მოვლენა ფიზიკურ რეალობაში. უბრალოდ აზრის გრძნობისა და სუფთა განზრახვის კომბინაციით. ჩვენი ცნობიერი ფოკუსი და გრძნობითი ვიბრაცია ქმნის მატერიას. ეს პროცესი ცნობილია როგორც შექმნა ნულოვანი პოტენციალის ველიდან. როცა გონება სუფთაა, ემოციები ჰარმონიულია და ადამიანი განიცდის ერთობას სამყაროსთან, მატერიალიზაცია ხდება ბუნებრივად. პრაქტიკა. აირჩიე პატარა ნივთი ან მოვლენა, რომელიც გსურს რომ მატერიალიზდეს, მაგალითად, ბილეთი, საჩუქარი, შემთხვევითი შეხვედრა. გააცნობიერე ზუსტად რა გინდა, როგორი უნდა იყოს ის და როგორ იგრძნობ თავს მისი მიღებისას. ყოველ დღე 5-10 წუთით იჯექი სიხარულის, მადლიერების და ფოკუსის მდგომარეობაში, თითქოს ეს უკვე გაქვს. დაუტოვე კითხვა, როგორ სამყაროს, ირწმუნე და დააკვირდი მოვლენებს. მესამე, ლევიტაცია. ლევიტაცია მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანი აცნობიერებს თავისი სხეულის ენერგეტიკულ ბუნებას. როდესაც შიში და შეზღუდული რწმენები ქრება, სხეული ხდება მსუბუქი, როგორც სინათლე.
ბევრი ადამიანი აღწერს ლევიტაციის გამოცდილებას ღრმა მედიტაციისას. ეს მდგომარეობა მოდის მაშინ, როცა სხეულს აღიქვამ როგორც ენერგიის კონსტრუქციას და არა როგორც მყარ მასას. პრაქტიკა. ადექი, დახუჭე თვალები და წარმოსახვით შეიგრძენი, რომ შენი ტერფებიდან სხეული ზემოთ ადის. თითქოს ვიბრირებს. იფიქრე და შეიგრძენი სიმსუბუქე მთელი სხეულით. წარმოიდგინე, როგორ ხარ ჰაერში, რომ ჰაერის ძალა გიჭერს და შენ უკვე აღარ გაქვს სიმძიმე. ყოველ დღე 5-10 წუთით ამ ვიბრაციაში ყოფნა დაგეხმარება გააცნობიერო სხეულის ენერგეტიკული ბუნება. მეოთხე, ტელეკინეზი. ტელეკინეზი ეს არის ობიექტებზე ზემოქმედება გონების საშუალებით, ანუ შინაგანი ენერგიის ფოკუსირებული გამოყენება. ადამიანს შეუძლია იმოქმედოს გარე სამყაროზე, როდესაც მისი შინაგანი ვიბრაცია სუფთაა და ფოკუსი მკაფიო. აქ საჭიროა ემოციური ბალანსი, შინაგანი სიმშვიდე და ენერგეტიკული ცენტრების ჰარმონიზაცია. პრაქტიკა. აირჩიე პატარა ობიექტი, მაგალითად, ქაღალდის ფურცელი ან ბუმბული. დაჯექი მის წინ, მოდუნდი. დახუჭე თვალები. ხელები მიმართე ობიექტისკენ. იგრძენი ხელის გულებში სითბო და მსუბუქი ვიბრაცია. ეს არის ენერგიის კონცენტრაცია. წარმოიდგინე, რომ ხელის გულებიდან ენერგია გადადის ობიექტში და მას ამოძრავებს. ნელ-ნელა გაღრმავდი ფოკუსში და ნუ დაელოდები მომენტალურ შედეგს. დროთა განმავლობაში მოთმინებითა და რწმენის გაღრმავებით მას მიაღწევთ. მეხუთე, ტელეპათია. ტელეპათია ყველაზე ხელმისაწვდომი უნარია. ის ეფუძნება გულიდან გულამდე კავშირს. როცა ვამაღლებთ ვიბრაციას სიყვარულით, თანაგრძნობითა და კონცენტრაციით, ვხდებით მგრძნობიარე სხვა გონების საგნების მიმართ. ტელეპათია არის სიჩუმის და დამკვირვებლობისა და ღრმა კავშირის ენა, რომელიც 5D გონებისთვის ბუნებრივი მდგომარეობაა. პრაქტიკა. იფიქრე ადამიანზე, რომელთანაც გსურს ტელეპათიური კავშირი. წარმოიდგინე თეთრი ან ოქროსფერი ენერგია, რომელიც გადმოდის შენი გულის ცენტრიდან და უერთდება მის გულს. გაუგზავნე გონებით მარტივი სიტყვები, აზრები, ემოციები, სიყვარული, თანაგრძნობა, მშვიდობა და ასე შემდეგ. დააკვირდი, როგორ რეაგირებს ის ადამიანი დღის განმავლობაში. შეიძლება მოგწეროს, დაგირეკოს, ან დაგელაპარაკოს იმ საკითხზე, რაც გაინტერესებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მან შენი ენერგეტიკული გზავნილი მიიღო. ტელეპათია ძლიერდება გულწრფელობითა და სიყვარულით. მეგობრებო, ეს არის 5 ძირითადი ზებუნებრივი ნიჭი, რომელთა გააქტიურებაც ყველა შეგვიძლია, თუ მოვინდომებთ. სამყაროსთვის სიტყვა არ და ვერ არ არსებობს. ღვთაებრივი არსებისთვის ყველაფერი შესაძლებელია. გისურვებთ ბედნიერ ტრანსფორმაციას. ძვირფასებო, გთხოვთ გამოიწეროთ არხი, მოიწონოთ ვიდეო და გააზიაროთ. დიდი მადლობა.